2009 წლის დამდეგს პაკისტანელი თალიბები ისლამაბადის ჩრდილოეთით მდებარე სვატის ველზე კონტროლისთვის იბრძოდნენ. ისლამისტი ექსტრემისტების მიერ შემოღებული მკაცრი ზომებიდან ერთ-ერთი იყო გოგონებისთვის სკოლაში სიარულის აკრძალვა. იმ ძიმე პერიოდში 11 წლის გოგონა მალალა იუსაფზაი სვატის ოლქის დედაქალაქ მინგორაში ცხოვრობდა. მისი სკოლა დაიხურა, მაგრამ მან გადაწყვიტა საკუთარი განათლების უფლებისთვის ებრძოლა. ჟურნალისტ აბდულ ჰაი კაკარის თხოვნით მან ფსევდონიმით დაიწყო BBC-ისთვის საინტერნეტო დღიურის წერა თალიბების მმართველობის ქვეშ ცხოვრების შესახებ. მისი ბლოგი ინგლისურად ითარგმნა და ფართო აუდიტორია მოიპოვა. ბირმინგემში, სადაც ის ახლა ცხოვრობს, მალალამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების თანამშრომელს აბდულ ჰაის. ჩემს ოთახში ვიჯექი და მამაჩემმა მითხრა, რომ ტელეფონით შეიძლებოდა დღიურის გაკეთება. ვუთხარი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის. ეს იქნებოდა საშუალება ხმა აგვემაღლებინა და აგვეხსნა, რას ფიქრობენ სვატის ველის ბავშვების შექმნილ ვითარებაზე. BBC-ს დღიურის დასრულების შემდეგ მალალა გამოჩნდა New York Times-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც თალიბანის მიერ გოგონების განათლებისა და ქალთა უფლებების შეზღუდვას ეძღვნებოდა. მალალას როგორც დღიურების ავტორის ვინაობა 2011 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ საჯაროობასთან ერთად გაჩნდა საფრთხე. 2012 წლის დამდეგს იანვარ-თებერვალში დაიწყო მუქარა. ჩემი მშობლები სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულები შვილების გამო, მაგრამ ამ შიშზე მაშინ ჩემთან არ ულაპარაკიათ. ცდილობდნენ ეზრუნათ, რომ მავალას სიცოცხლეს არაფერი დამუქრებოდა. მამაჩემმა მითხრა, ფრთხილად ყოფილიყავი. 2012 წლის ოქტომბერში საფრთხე რეალობად იქცა. მინგორაში გზაზე, რომლითაც მალალა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა მეგობრებთან ერთად, თალიბმა მებრძოლმა თავდასხმა განახორციელა. გოგონას თქმით, მანამდე რამდენიმე დღით ადრე წინათგზნობა ჰქონდა. ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა იმავე გზით ბრუნდებოდი სკოლიდან თუ შინიდან სკოლაში მივდიოდი, წარმოვიდგინე, რომ ვინმე ან სულაც თალიბი დამესმებოდა თავს და მესროდა. გავიფიქრე, რომ ასეთ რამეს ვეტყოდი. მიდით მესროლეთ, მაგრამ ეხო მხოლოდ განათლების უფლებას ვითხოვ, თქვენი შვილებისთვისაც კი. მერე ვიფიქრე, რომ ფეხსაცმელს ვესროდი მათ, მაგრამ ამავე დროს ჩემს თავს ვუთხარი, ფეხსაცმელს თუ ვესვრი, რა განსხვავება იქნება ჩემსა და თალიბ შორის. მალალას მაშინ ესროლეს, როცა თანაკლასელებიც სავსე სკოლის მანქანაში იჯდა. ტყვიამ თავსა და კისერში გაუარა. კიდევ ორი გოგო დაიჭრა, მაგრამ ნაკლებად მძიმედ. უკანასკნელი რამ, რაც მახსოვს, ის იყო, როგორ დაქოქა ოსმანმა სკოლის მანქანა. მერე რა მოხდა, აღარ მახსოვს. მალალას მძიმე ოპერაცია ჩაუტარეს და ამოუღეს ზურგის ტვინთან გაჭედილი ტყვია. თავის ქალა დროებით ახადეს, რათა ტვინისთვის შეშუპების საშუალება მიეცათ, ისე რომ ის სამუდამოდ არ დაზიანებულიყო. მას ჯერ სვატში უმკურნალეს, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალებში, ფეშავარში და ისლამაბადის მახლობლად. ხუთი დღეს იზმრებში ვიყავი. ამ პერიოდში ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მკვდარი ვიყავი, მაგრამ თუ მკვდარი ხარ, საფლავში რატომ არ ხარ? ანგელოზები რატომ არაფერს გეკითხებიან? როცა ადამიანი სიზმარს ხედავს, არ იცის, რომ ეს სიზმარია. ეს არ იყო სიზმარი, მე უგონოდ ვიყავი და ამიტომაც შემეძლო იმავე დროს ფიქრიც. ადგომას და სამყაროში დაბრუნებას ვლამობდი, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი გაღვიძებას. პაკისტანში და მთელ მსოფლიოში ხალხმა მალალასთვის მხარდაჭერის გამოხატვა დაიწყო. ავღანეთსა და ნეპალში, სადაც ქალები და გოგონები ასევე იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის, მისი გადარჩენისა და გამოჯანსაღებისთვის ლოცულობდნენ. მალალას მდგომარეობის სტაბილიზების შემდეგ ის ინგლისში, ბირმინგემში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
როცა კი ექიმი მოდიოდა, მედას ფანქარს ვთხოვდი. ლაპარაკი არ შემეძლო ყელში ჩადგმული მილის გამო. მედას ვუწერდი, ვინ გადაიხდის ამ ხარჯებს, ჩვენ ამის ფული არ აგვაქვს. მამაჩემს აქ ჩამოსაფრენი ფულიც კი არ აქვს მეთქი. მე ვიფიქრე იგრე მამაჩემას ესხი აიღოს, ან გაყიდოს სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ან სახლი გაყიდოს მეთქი. მაგრამ ბოლოს გავაცნობიერე, რომ ჩვენი სკოლაც და სახლიც ნაქირავები იყო და მათი გაყიდვა შეუძლებელი იქნებოდა. პაკისტანის მთავრობამ მალალას მკურნალობის მთელი ხარჯები გადაიხადა და ოჯახის წევრებმა შეძლეს მისი მონახულება. მამამის სამსახური მისცეს ბირმინგემში, პაკისტანის საკონსულოში. პაკისტანის პრეზიდენტმა მალალას განსაკუთრებული გოგონა და ქვეყნის ღირსება უწოდა, მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობდა. პაკისტანში ზოგს ეჭვები გაუჩინა მალალას საერთაშორისო აღიარება. მინგორის ბაზარში ზოგ შეთქმულების თეორიის ჯერა და ფიქრობს, რომ მალალასთვის არასოდეს უსურიათ. ანდარომის ქალთა უფლებებისა და გოგონათა განათლებისთვის მებრძოლი სახელისა და კეთილდღეობის სურვილმა გახადა. მან თავისთვის მოიპოვა აღიარება და არა ქვეყნისთვის, პაკისტანისთვის. სვატის ხალხს არაფერი მიუღია ამით. მან ინგლისში წასვლა შეძლო თავის ოჯახთან და დანარჩენ დაშავებულ გოგონებთან ერთად. ხალხმრავალ ბაზარში მისი მომხრეების პოვნა ძიოლია. მალალა სვატის შვილია და ის ადამიანია. არ დაუმსახურებია რაც მოუვიდა, მაგრამ ვფიქრობ, სვატმაც მოიგო, ვინაიდან სოფლიომ და ევროპამ შეიტყო, რომ სვატი არც ისე ჩამორჩენილია. მალალა ისლამის წინააღმდეგი არ ყოფილა, მას ისლამიდან არ გადაუხვევია. მალალას თქმით, მას კრიტიკა არ აწუხებს. არა აქვს მნიშვნელობა ესროლეს თუ არა მალალას. მალალა თავისთვის არ ითხოვს დახმარებას. ერთადერთი რაც მას სურს არის გოგონების განათლების უფლება და ქალთა უფლებები. მხარი დაუჭირეთ არა მალალას, არამედ გოგონების განათლებასა და ქალთა უფლებებს. გამოჯამრთელების შემდეგ მალალას არაერთხელ მიაგეს პატივი მისი საქმიანობისთვის. 2013 წლის 12 ივლისის თავდასხმის შემდეგ პირველად გამოვიდა საჯარო სიტყვით. ამ დღეს, რომელსაც მალალას დღე შეარქვეს, ის ნიუ-იორკში გაეროში გამოვიდა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მას გმირი უწოდა. მალალას დღე ჩემი დღე არაა. Today is the day of every woman. ესაა ყველა ქალის, ბიჭისა და გოგოს დღე, რომლებმაც საკუთარი უფლებების დასაცავად ამოიღეს ხმა. Who have raised their voice for their rights. მალალას ცხოვრებაში მომხდარი დრამატული ცვლილებები გზა სვატელი ბავშვიდან მსოფლიოში აღიარებულ აქტივისტამდე ზოგჯერ რთულია ხოლმე, მაგრამ ის არ ნანობს გაღებულ მსხვერპლს. ჩემი აზრით რაიმეს მიღწევა თუ გსურს რაღაც უნდა დათმო კიდეც. ჩემი მიზანია გოგონების განათლება და მსურს მშვიდობა. არა უშავს თუ ამისთვის ბავშვობაზე უარის თქმა მომიწევს. მინგორაში დამწყები და საშუალო სკოლები კიდევ ერთი აკადემიური წლით გაიხსნა და გოგონები რეგულარულად ესწრებიან გაკვეთილებს. ესაა უფლება, რომელიც ბევრს ბუნებრივად მიაჩნია, მაგრამ ამ უფლების დაცვას მალალამ საკუთარი ცხოვრება უძღვნა. მალალა, რომელმაც 2013 წელს მშვიდობის დარგში ბავშვთა საერთაშორისო პრემია მოიპოვა, იმედოვნებს, რომ შინ დაბრუნდება და მეგობრებთან და თანაკლასელებთან ერთად იქნება. მას სურს დაბრუნდეს ქვეყანაში, სადაც საფრთხე არ დაემუქრებათ არც მას და არც ქალებისა და გოგონების უფლებებს.